იდეალური ვარიანტი არის ისეთი ქალის შერჩევა, რომლისთვისაც არაფრის აკრძალვა არ მოგიწევს. შედარებით ლაითი, წავარა ვარიანტი არის, როდესაც გარკვეული უმნიშვნელო ნიუანსები არის ქალში, რომლების აკრძალვაც გიწევს და რომლებიც ურთიერთობის დაწყებამდე უნდა მოაგვარო. ხოლო ყველაზე მიუღებელი და უგუნური ვარიანტი არის, როდესაც ურთიერთობას იწყებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ურთიერთობის ჯერ კიდევ რომანტიულ ეტაპზე უკვე კონფლიქტობენ. თუ თქვენ ჯერ არ გყავთ შვილები, მაშინ თქვენ ჯერ არ გაქვთ გამოცდილი რეალური პრობლემები. მაგ ეტაპზე ერთადერთი რისი გარჩევაც გიწევთ არის დღე და ადგილი, სად და როდის შეხვდებით ერთმანეთს, რომ ერთმანეთისგან სიამოვნება მიიღოთ და ასეთ ვითარებაშიც კი თუ თქვენ იმას ახერხებთ, რომ იკონფლიქტოთ, მაშინ რომელ პერსპექტივებზე უნდა ვისაუბროთ. ეს ხომ სრული უგუნურობა და სიბრიყვეა. ხოლო შენი მაგ ინფანტილური მიდგომის შედეგებს მხოლოდ შენ კი არ იხილავ მომავალში. ის პატარა ადამიანიც იხილავს, რომელიც გაჩნდება მაგ თქვენი ავადმყოფური ურთიერთობის შედეგად და მის ტყავზე გადაივლის. ხო და მომავალშიც მასე აუხსენი შენ შვილს, რომ მაპატიე შვილო, უბრალოდ მამიკოს ძალიან შეუყვარდა დედიკო და ამიტომ ყოველდღიურად თავს იტყუებდა. ხოლო თუ ეგ უკვე მოხდა და უკვე ყავს შვილი, დეპრესიებში ჩავარდნა და დრამატიზირება აღარაა საჭირო. მაგ მიდგომითაც ვეღარაფერს უშველი. უბრალოდ ახლა მაინც ეცადე, რომ სწორად და პრაგმატულად იმოქმედო იმ ობიექტური რეალობის გათვალისწინებით, რაშიც იმყოფები დღეს და ახლა. ხოლო თუ შენ ერთი ნაბიჯი გაქვს დარჩენილი მაგ შეცდომის დაშვებამდე და ძალიან გინდა რომ ეგ შეცდომა დაუშვა, მაშინ ცოტა ხანი გაჩერდი, რამდენჯერმე მოირთკი სილაში ქსახეში და დაფიქრდი არა შენზე და შენს პირად სიამოვნებაზე, არამედ იმ ადამიანებზე, ვინც შენზე არიან, ან იქნებიან დამოკიდებულნი, იმ ადამიანებზე, რომლებსაც ერთ დღესაც შენი ეგ ინფანტილურობა დაღუპავს და მიაყენებს სერიოზულ და გამოუსწორებელ ზიანს.